ბერლინში ჰაუპტმანჰოფთან, ანუ მთავარ სადგურთან, ერთი წარწერა, რომელიც ასე ჟღერს. ამ ქვის კედლებსა და რკინის კისოსებში დღემდე ცოცხლობს უხილავი ძგერა, რომელიც ადამიანთა სულების ღრმად კივილს გვიმხელს. ეს სიტყვები მოაბიტის სონეტებიდანა, რომელიც აქვე, სადგურის მახლობლად არსებული სასტიკი ციხის შესახებ გვამცნობს. სწორედ აქ, ლერთაშტხასეზე ერთ დროს ნაცისტური გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ციხე იდგა, ხოლო ცენტრალური სადგურის ტერიტორიაზე კი ლერთა ბანჰოფ. დღეს აქ ციხე აღარ დგას. აქ მოჰყავდათ ადამიანები, რომლებიც რეჟიმისთვის საშიშები იყვნენ, პოლიტპატიმრები, იდეური მტრები. იყვნენ ისეთი პატიმრებიც, რომლებსაც სიტყვებს ედავებოდნენ. 1944 წელს ამ ციხის საკანში აღმოჩნდა 23 წლის გერმანელი მწერალი, ვოლფგანგ ბორხერდი. მისი დანაშაული აზრი იყო, ომის კრიტიკა, ირონია, თავისუფალი სიტყვა, რადგან დიქტატორებს ერთი საერთო თვისება აქვთ, მათ ყველაზე მეტად სწორედ თავისუფალი სიტყვის ეშინიათ. ბორხერდს ბრალი გერმანული არმიის საბრძოლო სულისკვეთების შერყევაში დასდეს. აქ მან რამდენიმე თვე გაატარა. მოგვიანებით წერდა, რომ გონებაში ერთი ხმა განსაკუთრებით ჩარჩა. სადგურიდან მუდმივად ისმოდა ლერთა ბანჰოფ. ყოველ დღე კვლავ და კვლავ. ამ განმეორებადმა ხმამ შთააგონა ლექსი 8-ჯერ ლერთაშტხასე. ზოგჯერ მთელი ლიტერატურა ერთი ხმით იწყება. ომი დასრულდა, ბორხერდიც დაბრუნდა, მაგრამ ჯანმრთელობა უკვე წართმეული ჰქონდა. ომის შემდეგ მხოლოდ 2 წელი იცოცხლა. ამ 2 წელიწადში კი დაწერა ნაწარმოებები, რომლებმაც მთელი თაობის ხმა შეინახა. მისი პიესა გარეთ კართან არ არის გამარჯვებულის ისტორია, არც გმირის. ეს არის ადამიანის ამბავი, რომელიც ომიდან დაბრუნდა და აღმოაჩინა, რომ საკუთარ ქვეყანაში მისი ადგილი აღარ იყო. ეს მხოლოდ მისი ისტორია არ არის. ასე გრძნობდა ომისგან დაღლილი მთელი თაობა თავს. დღეს ლერთაშტხასე გვახსენებს, რომ თავისუფლება შეიძლება იარაღით კი არა სიტყვითაც დაკარგო და რომ სიტყვა, რომელსაც დღეს თავისუფლად ამბობ, ხვალ შეიძლება დანაშაულად იქცეს. ვოლფგანგ ბორხერდი 26 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მან დაწერა ტექსტი, რომელიც დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ანტისაომარ მოწოდებად ითვლება. ნაწყვეტი ასე ჟღერს: შენ, პოეტო, შენს ოთახში, თუ ხვალ გიბრძანებენ, რომ სიყვარულის სიმღერების ნაცვლად სიძულვილის სიმღერები იმღერო, მაშინ მხოლოდ ერთი გზა არსებობს, თქვი არა.